მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ასე ვთქვათ ჩვენ თეორიულ ლექციებს და პირველი კვირის მერე ჩვენი მიზანია რომ გავეცნოთ მონაცემთა ტიპებს C#-ში. ჩვენ რაღაცა კუთხით შეხება მაინც გქონდა მონაცემთა ტიპებთან, რადგან როდესაც სვლადევს ვქნიდით, მე ხშირად ვახსენებდი ისეთ ფრაზას, რომ აი თუ რაღაცა ტექსტი გინდა რომ შეინახო, მაშინ string-ი უნდა გამოიყენოთ თქო, თუ რიცხვი თვითონ მონაცემი რიცხვი გინდა რომ შეინახო, მაშინ int-ი თქო და რა ვიცი, თქვენ პირველად ასე ვთქვათ, გაიგონეთ ეს სიტყვები string-ი და int-ი. და რა არის ეს string-ი, რა არის ეს int-ი, მარტო ეს ორი რამ არის ზოგადად. ეს არის დაკავშირებული მონაცემთა ტიპებთან. ამისთვის მოდით ჯერ შევქმნათ ჩვენი ახალი პროექტი. console API მივთითოთ, სხვა პროექტს არ გვინდა. lecture 2 225. ესე ავიღოთ. კაი, .NET რომ მივთითოთ, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რა იქნება. და ნენელა შეგვიქმნის ჩვენ პროექტს რა. ნენელა შეგვიქმნის. პროცესში იქმნება ჩვენიერ. შეიქმნა. კაი, რას ვაკეთებთ პირველ ჯერზე? პირველ ჯერზე ამივდივართ ან თვაში თვითონ გვანიშნებს რა. აი ამასთან მივდივართ. convert to program main styles ვაწვევით. ოპერი კარგად არის. Rixia. ეს არის ჩვენი გარემო, სადაც უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა. კაი, მოდი, მაინც ყოველ შემთხვევაში გავუტესტოთ, რამე შემთხვევა ხო არ არის ისეთი. Hello world ხო აუცილებლად უნდა დაიპრინტოს. გავუშვათ. პირველ ჯერზე ჭირდება ხოლმე დრო და ეხა უკვე აღარ ჭირდება დრო. Hello world. ჩვენიერ. კაი. ეხა მოდი კომენტარის სახით დავწეროთ. მონაცემთა ტიპები. C#-ში. ეს. კაი. მოდი პირველ ჯერზე დავიწყოთ კომენტარზე რა. ეს არის ჩვენი კომენტარი. ჩვენ ვთქვით, რომ აი რაღაცა კომენტარის დაწერა თუ მსურს, ესე იგი პროგრამამ იგნორირება გააკეთოს ამ კონკრეტულ ხაზზე და არ მიაქციოს ყურადღება, ესე იგი არ აღიქვას როგორც კოდად, ამ შემთხვევაში გვჭირდება კომენტარი. და ორ დახილ ხაზს როცა დავწერთ, კომენტარი იწერება. მაგრამ მე თუ მაგალითად მინდა რომ ორ ხაზზე, სამ ხაზზე იყოს კომენტარი, ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო? ანუ კიდე ხილავ ხაზზე ხო არ დავწერ და კიდე ესე ხო არ დავწერ. და იქ კიდე მეოთხეზე მინდა. ხო და ამისთვის კომენტარი არის ის ორნაირი. ერთი ერთ ხაზიანი კომენტარი და მეორე მრავალხაზიანი კომენტარი. ერთხაზიანი კომენტარი არის ეს. ჩაუდგათ. ორ ხაზს წერ და ასე შემდეგ. და მრავალხაზიანი კომენტარი არის ესე. წერთ pipks. აი ესე. წერ, ანუ დახილ ხაზს ნამდვილ pipki. აი სამინდა. ესე. pipki დახილ ხაზი. აი ეს. და შიგნით ჩაწერ იმდენ კომენტარს, რამდენიც გაგიხარდება, რავი, რაღაცა ესე, რაღაცა რა მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა რა. ანუ ეს არის მრავალხაზიანი კომენტარი. ანუ წერ კომენტარს იმ ხელაზე, რადგან მე გამიხარდება. ანუ ეს დავიმახსოვრთ, ანუ დახილი ხაზი და pipki იწყება, pipki დახილი ხაზით თავდება. და აქ ჩაწერ ნებისმიერ რამეს, რაც შენ გსურს. ესეც კომენტარია, რა თქმა უნდა. ხო. What's this space არ უნდა შემთხვევაში. აი ესე დავტოვოთ რა. გადავიდეთ ხა მონაცემთა ტიპებს. მონაცემთა ტიპები არის მრავალი C#-ში, რომელიც გვეხმარება კონკრეტულად რაღაც ფუნქციონალის გასაკეთებლად რა. მონაცემთა ტიპები, პირველ ჯერზე თქვენ უკვე იცით, რომ დაუშვათ ტექსტური ნაწილი და რიცხვითი ნაწილი განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, მე რო რაღაცა ტექსტს წერ, მაგალითად hello world რო ავიღოთ, ეს არის ტექსტური ნაწილი. ტექსტი რადგანაც არის, ეს ტექსტი უნდა ჩაისვას ორმაგ ბრჭყალებში. ანუ წერ ორმაგ ბრჭყალს და აი აქ წერ რაღაცას. algo uni დავუშვათ. algo uni. ეს არის string ტიპი. რომ მივიტან მაგუსთან, მე მიწერს class system.string. System არის აი ეს მთელი სისტემა, ანუ გარემო სადაც ვართ, რომელშიც არის ბევრი რამ გაერთიანებული. ბევრი მონაცემთა ტიპი.
აი ეს ჩვენი მონაცემი არის string ტიპის. String-ი ქვია ტიპს, რომელიც მოიცავს text. ყველა პროგრამირების შენაძში არის string-ი. JavaScript-ში, Java-ში, C#-ში, ყველგან არის string-ი. ამიტომაც, აი, ძალიან მარტივად რომ დაიმახსოვროთ, string ტიპი არის ის ტიპი, რომელშიც ტექსტი იწერება. ამიტომაც, როცა ცვლად მე ვქნი, წერ string, მე სახელი დავშვი რაღაც ტექსტი, უდრის და ჩავაფეისტოთ აი ეს. აი ეს. რა თუ იქ სურს რომ აი ეს ტექსტი დავლოგოთ, console write line text ვუთითებ, გავუშვათ ჩვენი კოდი, დავინახავ ალგოუნის. ყველაფერი რიგზე. ეხლა ავიღოთ რიცხვი. ანუ ეს არის string-ი რა. string monster ტიპი. არსებობს ასევე int-ი, თქვენთვის კარგად ნაცნობი. რომელშიც იწერება რომელშიც მე ასე ვთქვათ რიცხვით ნაწილს ვინახავ. ანუ დავუშვათ მე int ტიპის ფაილს შევქმნი, დავუშვათ numbers დავარქმევ, რომელიც არის აი რაღაცა რიცხვი. ოღონდ ეს არის მთელი ტიპის რიცხვი. ჩვენ წინა ლექციაზე ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ რიცხვები კიდე იყოფა რაღაც ნაწილებად, ხო? ანუ არის ისეთი რიცხვები, რომელიც ანუ ნატურალურია, ასე ვთქვათ. და ანუ ნაშთი, ანუ ასე ვთქვათ, 10 წილადი არ არის რა. ჩვეულებრივი რიცხვია, მთელი ტიპის რიცხვია. და არის ისეთი რიცხვები, რომელიც შეიცავს 10 წილადს, რაღაც 5.77 მაგალითად. აი, int ტიპში მე რომ მოვაქციო 5.77 გავალ error-ზე. ნახეთ? Cannot implicitly convert type double to int. ვერ კონვერტირდება double int-ში. ამიტომაც int ტიპი არის მთელი ტიპის რიცხვი. ანუ ტიპი, რომელიც მოიცავს მთელ ტიპის რიცხვებს. ასე ვთქვათ რა. მაგრამ ამასაც აქვს რაღაცა ზღვარი რა. აი მაგალითად მე რო ხა ეს რიცხვი გავაგრძელო, მივიღებ errors. და რატომ მივიღე ეს error-ი? Cannot implicitly convert type long to int. ვერ კონვერტირდება long ტიპის მონაცემი int-შიო. ანუ შენ კი აქ int გიწერიაო, მაგრამ აი ეს მონაცემი არის long ტიპის მონაცემიო და ვერ ანუ აქეთ რო int-ი არისო და აქეთ რო long-ი არისო, ვერ კავშირდება ერთმანეთშიო. ვა, ესე იგი რაღაც long-ი ტიპიც არსებობს. და თქვენ საერთოდ რა არის ეს long-ი, ხო? ანუ ჩვენ ამით დავინახეთ, რომ int-ი მე რო ავხსენი რომ არის რაღაცა ტიპი, რომელშიც შემიძლია შევინახო მთელი ტიპის რიცხვები, შეიძლება რამე კითხვა ხო არ არის? მაისმოდა. არა შევთხოვით ჩავერთო ხო ბოდიში. ოკეი, არა ვშ. ანუ ესე იგი ფლეგერიც არ არის და რაღაცა ზღვარი ამ int-საც აქვს. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს რაღაცა რიცხვი, აუ მილიონზე მეტი აშკარად, მილიარდზე უბრალოდ შეიძლება მილიარდზე მეტი იყოს, ამის მერე უკვე int ტიპს არ შეუძლია რომ შეინახოს მაგხელა მონაცემი. ამიტომაც ჩვენ დავასკვენით, რომ C#-ში არსებობს ტიპები და ეს ტიპები პასუხისმგებლები არიან კონკრეტულ მონაცემზე და მეხსიერებაზე. ყველაფერი არის მეხსიერებასთან დაკავშირებული რა. რაღაცა მონაცემ ტიპს შეუძლია ამ მეხსიერების მქონე მონაცემს გაუმკლავდეს, ზოგს არ შეუძლია რომ გაუმკლავდეს. ამიტომაც ამისთვის ჩვენ მინდა რომ დავაკვირდეთ აი ამას რა. აი აქ რაც ხდება. არის ძალიან ბევრი ტიპი. chari, sign chari, unsigned chari, shorty, int-ი, რაც მე ვახსენე. აი ნახეთ, int ტიპს შეუძლია რომ 2 მილიარდ 157 მილიონ 493,648-დან, ანუ მინუს აქედან აქამდე ნაბუდად ამის ჩათვლით, წესით, შეინახოს ნებისმიერი რიცხვი. მაგრამ დავუშვათ 2,157,493,648 რო დავწერო, ამაოგდებს errors. შეგავტესტოთ.
2 მილიარდ 157 მილიონი რა ცუდი არ ვარყოფირდება 2 მილიონი 157 მერე უნდა დავწერო 483 და მერე უნდა დავწერო 657 ეს არის რაც ინახება მაგრამ მე რო აქ დავწერო 8 უკვე გავდის ერორზე რადგანაც int-ს შეუძლია მხოლოდ ან მაქსიმუმი არის 2 მილიარდ 157 მილიონი 483,647-ზე. ხვდებით? ანუ რაღაც მოაჩნდა ტიპს შეუძლია მხოლოდ ამას გაუმკლავდეს. მაგრამ უკვე ამ მონაცემზე int-ი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. და საიდან მოდის ეს პასუხისმგებლობა? ეს მინდა რომ ახსნე რა. ყველაფერი მიდის მეხსიერებასთან. მეხსიერება არის თავი და თავი. მეხსიერება ჩვენ მინდა რომ დავიმახსოვროთ ორი მეხსიერების ასე ვთქვათ ტიპი რა ბიტი და ბაიტი ასე ვთქვათ ერთ ბაიტში არის 8 ბიტი ამიტომაც ეს ბიტი განსაზღვრავს ზოგადად იმ რიცხვის რაოდენობას იმ რიცხვთა სიმრავლეს რაც ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ზოგადად ეს ბიტი არის დაკავშირებული ნოლებსა და ერთებთან პროგრამირებაში და ყველაფერს რადგან ეგ განსაზღვრავს და არის ორი შემთხვევა ან 0 ან 1 ზოგადად იმის ანუ 1 ბიტი არის 2-ის მე-1 ხარისხი ასე ვთქვათ რა ანუ ან 0 უნდა იყოს ან 1 უნდა იყოს ხო ამ შემთხვევაში ამიტომაც რადგანაც 1 ბიტი არის 1 ბაიტი არის 8 ბიტი მაგალითად 2-ის მერვე ხარისხი არის ის რიცხვთა სიმრავლე, რისი შენახვაც ჩვენ შეგვიძლია. ამ შემთხვევაში მაგალითად აი დავუშვათ ავიღოთ int-ი. int-ი არის 4 ბაიტი და 1 ბაიტი რადგანაც არის 8 ბიტი, 4 ბაიტი არის 32 ბიტი. ან 2-ის 32 ხარისხი რაც არის იმის, ანუ რაც გამოდის ეგ რიცხვი მაგის შენახვა შეუძლია. ანუ მაგ რიცხვა სიმრავლეს შენახვა შეუძლია. ოღონდ უარყოფითიც უნდა გავითვალისწინოთ და დადებითიც უნდა გავითვალისწინოთ. ანუ ამ შემთხვევაში მაგიტომაც არის რა, რომ აი საერთო ჯამში 4 მილიარდ რაღაცა რიცხვი შეგვიძლია რომ მოვათავსოთ int-ში, ანუ ზოგადად int-თან დაკავშირებით. მაგრამ ნახევარი ეთმობა უარყოფითს, ნახევარი დადებითს და ნუ 0-ს აქვს თავისი ადგილი რა. ან 0-იც შეგვიძლია რომ მოვათავსოთ. ამიტომაც ეს მონაცემთა ტიპები დაკავშირებული არის ბიტთან და ბაიტთან და ბიტთან და მაგის მიხედვით წყდება რა ინფორმაცია უნდა შევინახო. მაგალითად int-ი რადგანაც არის 4 ბაიტიანი და ეს 4 ბაიტი არის 32 ბიტი და აქედან აქამდე ინახება ეს ინფორმაცია, უკვე 658-რით რომ შევინახო და int ტიპში მოვაქციო, ამომიგდებს ერორს, რაც თქვენც ნახეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება მეხსიერებაში ამის შენახვა. იმიტომ რომ რადგანაც მე მიწერია int-ი, პროგრამა ფიქრობს, რომ რადგანაც int-ი მიწერია, ესე იგი მეხსიერებაში უნდა გამოიყოს 4 ბაიტი, ესე იგი უნდა გამოიყოს 32 ბიტი და ფიზიკურად ვერ ეტევა ამდენი რიცხვი 32 ბიტში. და ეს იწვევს პრობლემას. ესაც ძალიან თეორიული ნაწილი ხარ, რასაც გიხსნით სინამდვილეში რა. ამიტომაც, რადგანაც ეგეთი სიტუაცია არის, რამე სხვა მონაცემთა ტიპი უნდა გქონდეს, რომელიც შეასრულებს ამოქმედებას. და ამისთვის არის მაგალითად long-ი. long-ი არის 8 ბაიტიანი. ასე ვთქვათ, 8 ბაიტი არის 8x8, ანუ 64 ბიტიანი და 64 ბიტიანი რადგანაც არის, ესე იგი int-ზე 2-ჯერ მეტი რა, რაც აქ არის მოკლედ რა, -9, ანუ აქიდან, 9 ტრილიონიც კი იყოს, არ ვიცი ზუსტად რა, აქიდან აქამდე რაც არის, ამის ამ სიმრავლეში რაც არის რიცხვი, ამის შენახვა შეგვიძლია.
ანუ long-ი არის ისეთ long-ს მასში გამოვიყებ, როცა აი რა ვიცი, ძალიან დიდი რიცხვია რა, მოკლედ და მაგის შენახვა აქვს სურს. და int-ში ვერ მოვათავსებ მაგას. ამიტომაც long-ში შევინახო, მაგრამ აი ძალიან წარმოუდგენელია, რომ long-ში შეინახო, აი ჩვენ ისეთ რიცხვებთან გვიქნება შეხება, რომ აი long-ს საერთოდ ვერ გამოვიყენებთ რა. ანუ ხშირად არც იყენებთ თქვენ long-ს ზოგადად. ამიტომაც უბრალოდ არის რა why to დაგჭირდეს long-ი არსებობს ესეთი მოწვევა ტიპი. მოდით თან გავიაროთ რა, სხვა მოწვევა ტიპები. ოღონდ რაც ეხა ახსენი, იქ თუ იყო რამე კითხვა და თუ რამე ნელ-ნელა ჩავშლი. გარეგასებები იყო ყველაფერი. შვენიერ. მოდი დავიწყოთ ყველაზე პატარა მოწვევა ტიპიდან რა. ეს ხო არის hint-ი. იც რაღაცა რიცხვების შენახვა შეუძლია რა. ეს სიმართლე რო გითხრა, აი მაქსიმუმ ეს თუ გამოვიდეს ზოგადად რაღაცა მონაცემებს რო დავუმშავოთ, მაქსიმუმ ეს გამოვიდეს ხოლმე რა. მაგრამ თუ რამეა long-ს გამოიყენებთ ხოლმე. პირველი. byte. რა არის byte? byte არის ყველაზე მცირე მონაცემთა ტიპი. რიცხვით. Represents an 8-bit unsigned integer. byte. ესე იგი byte შეუძლია რომ შეინახოს რა. byte რადგანაც არის 8 ბიტი, 2-ს ხარისხი, ანუ 256. აი მაგალითად byte ტიპში რომ მოვათავსოთ, დავუშვათ რაღაცა num, მოდი ამას num1 და ვარქვათ ამას num2. და რო დავწერო 256. 256-ზე ამობს errors, მოიცა აქ ეს byte-მა დავწერო და ამ შემთხვევაში იმუშავებს ნომერ თქო, მაგრამ მოიცა და 255 არის მაქსიმუმი. ეს დარიგით, ხო, 256-ზე უკვე error-ი აქვს. ხო. ანუ 2-ის მერვე ხარისხი არის 256, ანუ 256-მდე ნებისმიერ რიცხვის შენახვა შეგვიძლია. 255. 0-დან 255-მდე ნებისმიერი რიცხვი. 256-ზე უკვე ვსო. მეუბნება რომ ამდენს მე ვეღარ შევინახავ უკეო. და ვსო, სხვა მოწვევა ტიპი მოძებნევ რა. ანუ bytes ჩვენ ვიყენებთ მაშინ, როცა გვსურს აი ისეთი რიცხვის შენახვა, რომელიც ძირითადად არც გაიზრდება და 256-ს ვერ მიაღწევს. აი მაგალითად რო ავიღოთ აი თვეების რაოდენობა, აი რაღაც ეგეთი ცვლადი რომ გქონდეს რა. ან თვეში რიცხვების რაოდენობა, თვეში დღეების რაოდენობა. ეს 256-ს ვერ აღემატება ფიზიკურად, ან 12 უნდა იყოს დავუშვათ თვეების შემთხვევაში, ან რა ვიცი რიცხვი, დღეები თვეში რამდენი დღე არის, რა ვიცი 31 რო იყო მაქსიმუმ, ხო? ამიტომაც ამ შემთხვევაში მე შემიძლია byte-ში მოვათავსო, რატომაც არა. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რამხელა ინფორმაციას ვინახავ. მე თუ მაგალითად ვინახავ მხოლოდ წელიწადში რამდენი თვე არის და 12 თვე, ხო? რატომ უნდა შევინახო int-ში? int გამოყოფს 32 ბიტს მეხსიერებაში და int-ში მე რომ მოვათავსო 12 მეხსიერების ყუთით თლად კარგი არ არის, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ რომ მე გამოვყავი, აი რეალ პრაქტიკაში რო ავიღოთ მაგალითი რა, მე გამოვყავი ძალიან დიდი ოთახი და ამ დიდ ოთახში მარტო მოვათავსე ერთი ცალი წიგნი. აი ცელი პატარა ყუთი დავდე. ეს ხო ძალიან სიქნება. არათავსებადი ხო? ანუ მაშინ ახლა დიდი ოთახი რატო გამოვყავი? ხო შემედო რომ რაღაცა პატარა ერთ ოთახიანი სამეყო ხია. ერთ ოთახიანი რა, აი ძალიან პატარა ოთახი ამეყო და იმ პატარა ოთახში მომეთავსებინა ეგ. რაღაცა ჩემი ნივთი, ხო? და უფრო ეფექტურიც იქნებოდა. ანუ თუ მაგალითად მე ორი ოთახი, ერთი პატარა, ერთი დიდი და მაქვს რაღაცა ხელსაწყო, რაღაცა კონკრეტული, რა ვიცი, კარადა ავიღოთ მაგალითად, ხო? კარადას მე უფრო პატარაში დავდებ, ვიდრე დიდში. დიდს გამოვიყენებ სხვა რაღაცაში. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა კიდე ხელსაწყო მქონდეს, რომელიც აუცილებლად დიდში უნდა მოვათავსო. და დიდში როცა მოვათავსებ, მე იმ დიდში რო ის პატარა ხელსაწყოც მექნება, შეიძლება პრობლემა გამოიწვიოს, ხო? რატომ აქ? მაგრამ იმ პატარაში შევინახავდი. ამიტომაც ეგ რადგანაც არის, უნდა ვიცოდეთ რა მონაცემი მაქვს, რომ იმ მონაცემთა ტიპს შევუსადაგო.
ეს არის ბაიტი. 0-დან ვახ 0-დან 255-ის ჩათვლით. ეს. კაი. ეხლა მოდი ესეთ რამე გავარჩიოთ. int-ზე მე მინუსით შემეძლო, ხო? მინუსით შემეძლო. და byte-ზე არ შემიძლია მინუსი? აბა დავწეროთ მინუსი. ამოვაგდებს errors. ვა. რატო არის int-ზე მინუსი? რატო შემიძლია მინუსით დაწერა აქ და byte-ზე რატომ int-ზე რატო შემიძლია და byte-ზე რატო არ შემიძლია? აჰა. ესე იგი რაღაცა განსხვავებაა. მოდი მივიტანოთ int-თან. int-თან მივიტანოთ. Represents 32-ბიტიან signed integer. byte-ზე მივიტანოთ unsigned. Okay, ესე იგი ამათ შორის რაღაცა განსხვავება ყოფილა. Signed integer-ი, ანუ signed ესეთი ტიპთან რაც არის მითითებული. ნიშნავს იმას, რომ ის ითვალისწინებს უარყოფით რიცხვებსაც. ანუ თუ კი მე მაქვს signed რაღაცა ტიპი, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს შუალედი რიცხვით იყოფა შუაზე და უარყოფითიც მაქვს ნაწილი, უარყოფითი 0 და დადებითი. და unsigned თუ მაქვს, ის არ ითვალისწინებს უარყოფით რიცხვებს. ამისთვის აი ეს byte რეგანს არის unsigned. მე თუ მინდა მაგალითად რომ შევინახო მინუს რაღაცა რიცხვი, ანუ ძალიან პატარა რიცხვი მაგ და მინუსიანი მინდა, ხო? ამისთვის უნდა დავწერო ეს byte. ეს ნამორი დავარქვათ. მე რა კიდევ უნდა გადავანაცვლო. მოდი ამას დავაკომენტარებ ცოტა ხნით. ეს byte ნამორი უდრის და მოდი ეს byte მივიდავნოთ. Represents 8-ბიტიან signed integer. byte-ზე იყო unsigned. აქ შემიძლია დავწერო -5 მაგალითად. და ეს რა თქმა უნდა სწორი იქნება. ესე იგი 256 არის -128-დან 127 ჩათვლით იქნება. -128 შემიძლია, -129 უკვე აღარ შემიძლია. ხო? -128 არის მაქსიმუმი, ეს უბრალოდ მინიმუმი და მაქსიმუმი არის 127. 127. 128 უკვე ერორია. მოდი რაღაც ესე ავიღოთ. როგორ ავიღოთ, იცი? არა პირიქით, unsigned უნდა დავწერო. byte ესე ავიღოთ. ესე. აქ ავიღოთ პატარასოთი არ მინდა. პატარასოთი მინდა პირიქით. signed byte. ეს არის უარყოფითი უკვე, უარყოფითიც რო შემიძლია. -128-დან 127-ის ჩათვლით. დით. ნებისმიერ. ხო. ხო, და ეს საქმე შემიძლია შევწერო რაღაც მინუს რაღაცა 128, რა თქმა უნდა. 127-ს პრობლემა არ არის, 129-ზე უკვე პრობლემაა. რა ვიცი, რაც ვქნა ვიღოთ. -128. კაი, აქ თუ არის რამე კითხვა byte-თან დაკავშირებით. აბა გისმენთ თუ რამე კითხვა გაქვთ? ხო. არ მაქვს მეკითხვა. ოკეი. კარგი. თუ რამე სხვას ვინმეს კითხვა იქნებათ, არ მოგერიდოთ. დამიშვით. კაი. ეხლა მივადექით byte-ის შემდგომს. byte. ანუ byte, ერთი byte. პირდაპირ გვეუბნება რა, ერთი byte. მაგრამ არის 2 byte-იანიც. 2 byte-იანს ქვია short-ი. short. თავშით მეუბნება. ძალიან მაგარია. short-ი
represents a 16-bit signed integer. ხო, ეხლა აქ როგორ არის? ბაიტზე რაღაც სხვანაირად მუშაობს რა, ანუ ბაიტს როცა წერ unsigned არის და ეს ბაიტი უნდა მივიდო აუცილებლად. და სხვაგან როგორ არის, იცი, რომ default-ად signed არის. default-ად signed არის და შენ თუ გინდა რომ მაგალითად მარტო დადებითი დაწერო, მარტო დადებითი გაითვალისწინო. მაშინ შემთხვევაში უნდა დაწერო უშორტ რა. ესეთი რაღაცა. ანუ ეხა ეს არის ჩვენი შორტი, არის 16 ბიტიანი. შორტი რადგანაც არის, შორტი ითვალისწინებს როგორც უარყოფითს, ასევე დადებითს. unshort-ი ითვალისწინებს მხოლოდ დადებითს რა, 0-დან. შორტი არის 2-16 ხარისხი. მოდი, აღარ მახსოვს რა არის. შორტი არის, ანუ -32768-დან 32767-ის ჩათვლით. 32768 მინუსიდან იწყება და მაქსიმუმი არის 7-ის ჩათვლით. ეს. ესეც ძალიან თეორიულია რა. უბრალოდ გიხსნით. -32768-დან -32767-ის ჩათვლით. ეს. ხო. ეს. ანუ რატო არის ხო? ანუ 252-ის მეორე ხარისხი და უშუალოდ 256-ია, მაგრამ 0-იც ხო ითვლება. ამიტომ 0-1-2-3 ესე რა, ესე მიყვება. და ჯამში გამოდის 256. აკაც იგივეა ზუსტად. აქ პირიქით 2-ის აქვია. E16 ხარისხი რაც არის. ანუ შორტზე ეგ ხო 2-ზე იყოფა. და უშორტზე არ იყოფა 2-ზე, პირდაპირ. იმიტომ რომ x უარყოფითს არ ითვალისწინებს. აი ეს, აი სად არის? 65525. 65435. 36-ზე სწორად დაწერე. 65525. ხო, 516-ზე უკვე ერორია. 515 არის მაქსიმუმი. მაგრამ აქ მინუს უკვე ვეღარ ჩაწერ. რა თქმა უნდა გასაგებია. იმიტომ რომ ეს მარტო ითვალისწინებს დადებით რიცხვს. 0-დან 535-ის ჩათვლით. აი ეს. შორტი გავიარეთ. მივადექით int-ს. ჩვენთვის კარგად ნაცნობი. int-ი არის 4 ბიტიანი, 4 ბაიტიანი. 4 ბაიტიანი, რადგანაც არის უფრო დიდი რიცხვის შეგვიძლია მონაცემის შენახვა. როგორც კი int-ს დავწერ მე, მივიტანოთ 32 ბიტიანის signed integer. 232 ხარისხი რაც არის უარყოფითი და დადებითი როიან გარეშე. რა თქმა უნდა არსებობს uint-იც. ახლა აქ ერორს მეუნება, მაგრამ ოკეი, რადგანაც ამას არ იმაშები uint. აი ესეთი რაღაცა არსებობს რა. uint-ი ითვალისწინებს მხოლოდ დადებითს. როგორც შორტია რა, ზუსტად იგივე. და აი ბევრი რო არ ჩამოვწერო მოკლედ. int-ი არის, ინახავს -2 მილიარდა 157.463 აქიდან აქამდე. Signed integer-ი, ანუ int-ი და signed integer-ი ზუსტად ერთ იგივე რამეა რა. ანუ int-ი default-ად არის signed integer-ი. int integers and integers თუ კი ვიტყვი, ესე იგი int-ია რა. ანუ ესე იგულისხმება. int-ი მოკლედ ითქმის, ასე რომ ვთქვათ. და unsigned ანუ int-ი არის 0-დან 4,294,697,295-ის ჩათვლით. long-ი არის 8 ბაიტიანი. ძალიან დიდი რიცხვის შენახვა რო შეგვიძლია უკვე. unsigned long-ი ვაფშე, ანუ ძალიან დიდი, ოღონდ მხოლოდ დადებითი. აი აქ რამე გაუგებარი იყო, long-ამდე რო ჩავედი ახლა. არა. კაი. თუ რამე არ მოგიგებთ, რა თქმა უნდა. ახლა მე მივადექი რას? მოდი გამოვცადოთ, შორტზე შეიძლება მთელი რიცხვის დაწერა. და 10 წელს არ შეიძლება.
ეს მონაცემთა ტიპები, რაც მე ჩამოვწერე, მხოლოდ მთელ რიცხვებს ინახავს, მთელ ტიპის რიცხვებს. ეს ბარემ აქაც დავწეროთ რამე int. არა. მოკეთ number დავწეროთ და რაღაც რიცხვი დავწეროთ და უბრალოდ იცოდეთ, რომ int-ს გამოვიყენებთ ხშირად. ანუ int-ი არის ერთი მონაცემთა ტიპი, რომელიც ანუ როგორი რაღაცა იცი, რომ რაც არ უნდა მე გამოვიანგარიშო და რეზულტატი მივიღო, დიდი ალბათობა იქნება, რომ int ტიპში ჩავჯდე. ამიტომაც ზოგადად დეფაულტი ტიპი, რასაც ჩვენ მთელ რიცხვს შევინახოთ, იქნება int. მიუხედავად იმისა, რომ არის byte, არის short, არის სხვა რაღაცებიც რა. აი bytes ძირითადად ისეთ შემთხვევებში გამოვიყენებ, როცა რა ვიცი, რაღაც ძალიან პატარა ის არის ტიპი და ის ძალიან პატარა მონაცემია და ის არ შეიცვლება არასდროს. აი ეგეთ რაღაცებში გამოვიყენებ bytes. მაგრამ ძირითადად ყოველთვის int იქნება. აი თქვენ რაც არ უნდა რაღაც გამოიანგარიშოთ, აი არ ამგონია რომ მიიღოთ აქ ამაზე დიდი რიცხვი რა. აი თუ კი თქვენ ვარჯიშობთ მაგალითად და რაღაც გამრავლეთ ბევრი რიცხვი, მას შემთხვევაში მიიღებთ რა თქმა უნდა. და მაშინ გამოიყენებთ longs. მაგრამ ის ზოგადად გამოიყენებთ int-ს. ეხლა რა ხდება 10 წილადებზე რა. 10 წილადების სამი ტიპი არსებობს. float-ი, double და decimal. ერთი არის 4 ბაიტიანი, double არის 8 ბაიტიანი, decimal არის 16 ბაიტიანი. აი თქვენ აი აქ გაქვთ მოცემული ზოგადად საიდან სანამდე ჩდება რა. ძალიან დიდი ის არის, ანუ 1.5 გამრავლე 10-ის -55 ხარისხიდან 3.4 გამრავლებული ამის ჩათვლით. ანუ ესენი ძირითადად რა არის რა, ანუ ესენი ძალიან თეორიულია, უბრალოდ გიხსნით რას ვიყენებთ ჩვენ. ჩვენ ძირითადად გამოვიყენებთ doubles. ანუ ჩვეულებრივად რო ავიღოთ რაღაცა რიცხვი და მინდა რომ 10 წილად დავწერო. დავწერ doubles. რაღაცა რიცხვი. ნამ ერთი ავიღოთ. 5.9 3 რაღაც ესეთი რიცხვი. ეს დავუშვათ. რაღაც ესეთი რაღაც რო ავიღოთ რა. ანუ ჩვეულებრივად double-ის საშუალებას გვაძლევს, რომ შევინახოთ ძალიან დიდი 10 წილადი რა. აი რა ვიცი კიდე დავწერ კიდე. და ანუ მეუბნება რომ რამდენიც გინდავ რა. წესით და რიგით ხო, რა ვიცი ძალიან დიდ წინახავს თურმე double. და ეს რა თქმა უნდა არ გჭირდებათ ამხელა ის რა, ანუ არ დაგჭირდებათ ეგეთი რაღაცა. უბრალოდ რაშია საქმე, რა უნდა გავითვალისწინოთ. float-ი ინახავს ბერად უფრო მცირე 10 წილადს, double ინახავს უფრო დიდს, ანუ რაც ჩვენ გვჭირდება ძირითადად და სულ double-ს გამოვიყენებთ და decimal-ი არის ისეთი მონაცემთა ტიპი, რომელიც იყენდება ძირითადად ბანკებში, აი როგორი იმაზე იცით, რომ აი რაღაცა რიცხვს რო გაყოფ სხვა რიცხვზე და აი პერიოდულთან მიახლოებული რიცხვი ძალიან რო გინდა რომ დაამრგვალო რა. ამ შემთხვევაში უნდა დაწეროთ decimal ტიპის მონაცემი და აი decimal-ი ბევრად უფრო კარგად გიმრგვალებს ვიდრე double ან float. მაგალითად რაღაცა რიცხვი რო გაყო სხვა რაღაცა რიცხვზე და მიიღო 10 წილადი, float-ი ბევრად უფრო ადრე დაგიმრგვალებს. აი რაღაცა და უცბად დავუშვათ ბოლო რიცხვი რაც არის, იმას დაამრგვალებს მოკეთულზე. double კიდე გაყვება. იმიტომ რომ ასე ვთქვათ 8 ბაიტიანია და decimal-ი 16 ბაიტიანია და ის ძალიან შორს წავა რა. ანუ decimal-ი არის ბევრად უფრო ზუსტი. მაგრამ ნუ რავი ხა თქვენ ძირითადად double-ს გამოვიყენებთ. decimal-ი საბანკო ოპერაციების დროს და ეგეთი იმაში იყენებენ decimal-ს რა, რომ ბევრად უფრო ზუსტი იყოს. აი ეს მონაცემი. ძირითადად გამოვიყენებთ double-ს რა. ეხლა რა ხდება? აი მაგალითად გინდა რომ შეინახო, აი მოდი თან დავწეროთ ეს ტიპები რა. float-ი დავწეროთ, double და ასე შემდეგ. პირველი მოვიდეთ double-ს. აი double არის ძირითადი მონაცემთა ტიპი 10 წილადში. 10 წილადზე როცა ვსაუბრობ. double ნამბერი უდრის რაღაც. 5 მთელი რაღაც.
არა თუმშუგა რა. მოდი ხა დავწეროთ float-იც. Float. ანუ ამას არ აქვს ამ შემთხვევაში აი რაღაცა აი 0 რაღაც რო დავწერო აი როგორ რაღაცა ვთქვათ რა აი აქ არ აქვს მნიშვნელობა უარყოფით რიცხვებს რა ანუ აქ ძირითადი მნიშვნელობა ყურადღება ენიჭება 10 წილადის მნიშვნელობას რა ანუ რამდენად კარგად ყოფს რიცხვს ერთი რიცხვს მეორეზე რო გაყოფს რამდენად ზუსტად მიიღებ ტიპს float რო დავწერო დავუშვათ number 2 ავიღოთ 5.9 დავუშვათ ვა ჩვეულებრივ დავწერე არც არაფერი ან ჩვეულებრივ რიცხვი დავწერე 5.9 და რა ვიცი ჩდება ყველა იმაში და ან რაღაცა 1.9 ავიღო ან 0.9 ავიღოს დავუშვათ ხო ანუ მეტი რა უნდა დავწერო 0.1 დავწეროთ ანუ ამ ტიპის ამ მონაცემის შენახვაც არ შეუძლია floats არ და სამდვეში შეუძლია მაგრამ რაღაცაში არის განსხვავება ჩვენ რომ მივიტანოთ 0.1-თან ყოველთვის როცა რაღაც ერორი გექნებთ მივიტანეთ ამ 0.1-თან აი 0.1-თან რა თქმა უნდა ერორთან და წითელია გეუბნებათ ეს ტიპიო აი რა ეს რიცხვის ტიპი არის W არა და მე დავწერე float ხო აშკარად მე აქ W არ მიმწერია სერვერში რა ხდება რა literal of type double cannot be implicitly converted to type float use an f suffix to create literal of this type სინამდვილეში C#-ში როცა მევწერ რაღაცა მონაცემს 10 წილად პროგრამას გონია რომ ეს არის W default-ად გონია რომ ეს არის W აი მაგალითად ეს რა ვიყო რა default-ად პროგრამას გონია რომ არის int მაგრამ სინამდვილეში მე მაქვს შენახული short-ში ხო ანუ default-ად რასაც მე დავწერ აი სულ აი ესეთი რაღაცას რო დავწერო მე ხვალ აქ მითებული ახლა ტიპი default-ად პროგრამას გონია რომ ეს არის int 32 და int არის ერთ და იგივე ეს დავიმახსოვრდ ხო და მაგალითად რო დავწერო 0.1 0.1-ის default ტიპი არის W ანუ დავიმახსოვროთ რომ tail ტიპის მონაცემზე და მათემატიკური იმაზე ვართ მაგრამ tail ტიპის მონაცემზე პროგრამას გონია რომ default-ად არის int და 10 წილადზე default-ად გონია რომ ეს არის W ამიტომაც რადგანაც ეგეთი სიტუაცია არის tail ტიპებზე პრობლემა არ აქვს და როცა აქ int მიწერია და აქ მიწერია ბაიტი მაგალითად პროგრამა თავისით ხდება რა აი მაგალითად 257 რო ავიღო ეს 257 კი არის int ტიპის და თითქოს int შეუძლია დიდი მონაცემის შენახვა მაგრამ რადგანაც მე აქ ბაიტი მაქვს მითითებული ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ესენი და მან იცის რომ 255-ს ვერ გაცდება 256-ზე უკვე ერორს ამოუგდებს რა აქ ხდება თავისით ხდება აქ არა აქ აუცილებლად ანუ როგორც აქ არის ერორი აქ არ არის errori. ამებში არ არის errori. მაგრამ double-ზე და float-ზე რატომღაც errori-ა. ამიტომაც C# საკიკეთი რაღაცა, რომ მე მეუბნება, რომ თუ შენ გსურს რომ მიმახვედრო, რომ ეს არის float-იო, ანუ float ტიპის მონაცემის შენახვა გსურსო, მაშინ აქ f-ი უნდა მივწერო. ანუ f-ი ნიშნავს float-თან, ანუ float-ი. და მე მივხვდებიო, რომ არის float-თან საქმე. და ნუ გახდა ეს system.single. Single precision floating point number. ნუ ესეთი რამეა, ესეთი single რა. მე გადავალთ რა არის single და რაღაცა ეგეთებზე მე ანუ არ მინდა ძალიან სიღრმეებში შევიდეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან თეორიული ნაწილია. ხო, decimal ზუსტად იგივე. decimal number 3 ავიღოთ. 0.9 რაღაცა 9 ავიღოთ. აქაც იგივე ზუსტად. მეუბნება რომ ვერ კონვერტირდება W.
ანუ დაბლი გონია ეს ინფორმაცია, დაბლ ტიპი გონია და ეს არის decimal ტიპი. ვერ აკონვერტირებს. ამიტომაც რა უნდა დავწერო? use an m suffix. რატომ მაინც m-ი არის? d-მაინც დაეწერო რა decimal. აქ f-ი არის, ხვდები რომ float-ი, მაგრამ რაღაცა m-ი უნდა დავწერო რა. ანუ აქ დიდი ასოთი იქნება, პატარა ასოთი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ შეიძლება აქაც დიდი ასოთი დაწერო f-ი. f-ია. ორივენერად ხდება პროგრამა. გინდ პატარა ასოთი იყოს, დიდი ასოთი. და შეიძლება მე შეგინახოთ რა. და დაბლი თავისთავად რა თქმა უნდა. number 4 უდრის სამდელი 4-ს მაგალითად ჩუოლობთ რა. ეს არის 10 წიალდებზე. აბა აქ თუ არა მეკითხვა. ძალიან ბევრი ვილაპარაკე. არა. ოკეი, რა კითხვას იქ გამაჩერეთ რა. თუ კი რამე გავუგებართ ხსენ რაღაცა, უცბად გამაჩერეთ. კაი. float-ები ახსენი. double-ს ახსენი. ტიპები ესენი ახსენი. ხო? რა ხდება ახლა? ეს არის რიცხვებზე რა, ძირითადად. word წესი დავიმახსოვრთ რა, floats და decimals ჩვენ ნაკლებად გამოვიყენებთ, სულ double-ს გამოვიყენებთ და ამ რიცხვებში სულ int-ს გამოვიყენებთ ძირითადად. ეხლა წესი პირველი. რა უნდა გავითვალისწინოთ? პირველი. თუ გსურთ რომ შევინახოთ ისეთი რიცხვი, რომელიც იქნება მთელი, ამ შემთხვევაში ძირითადად უნდა გამოვიყენოთ int. და თუ გსურთ ისეთი რიცხვის შენახვა, რომელიც შეიცავს 10 წილადს, ამ შემთხვევაში ვიყენებთ doubles. სულ ეს არის. ეს მინდა რომ გავითვალისწინოთ რა. ანუ მაგათ ახლა int-ში შევინახო რაღაცა 5.9 არ მოსულა. ან doubles-ში შევინახო 5, ეს მოსულა თუ არა. ეს მოსულა. იმიტომ რომ doubles გონია რომ ეს 5.0.0-ია რა. აი ესეთ რაღაცა გონია doubles. ხვდით? მაგრამ პირიქით თუ არის, პირიქით არ გონია რა. ანუ int-ში რო შევინახო 5.0 ეს უკვე პრობლემაა. ხვდით? 10 წილადში თუ ინახავ 5-ს, ანუ 10 წილადი ტიპი თუ აქვს და ინახავ 5-ს, ის ხდება რომ 5.0-ია რა. მაგრამ double-ში რო შევინახო, მე ვთქვათ int-ში რო შევინახო ეს double ტიპის მნიშვნელობა, ეს ვერ ხდება. ეს რა არის საერთოდ? უკუშს. ეს გავითვალისწინოთ. ამიტომაც ტიპები არ აურიოთ ერთმანეთში რა. ეს არის ჩემი რჩევა. ეს არის რიცხვებს. ეხლა მივედექით ტექსტებს რა. ტექსტზე აი ტექსტურ რაღაცაზე რა, რაღაცა რიცხვებში თავიდან ბა a q რაღაცა k რაღაცა n-ი, m-ი და ასე შემდეგ. აი ეს რაღაცებს რო დავწერე რა. რა უნდა გავითვალისწინო? არსებობს ამათთან ერთად ეს ჩარი, რომელიც მე არ მიხსენებია საერთოდ. ეს ჩარი გამოხატავს C#-ში სიმბოლოს. როცა გსურს რომ ერთი სიმბოლო დაწერო. ანუ ერთია რომ მე დავწერო რაღაცა ტექსტი და მოვათავსო string ტიპის მონაცემში. text 2 რაღაცა a და რაღაც შეიძლება ბევრი რამე დავწერო, ხო? და მეორე არის როცა ერთი სიმბოლო მინდა მხოლოდ. მხოლოდ ერთი. string-თან რომ მივიტანოთ. აქ არ მიჩვენებს, ხო? რამდენს ინახავს მეხსიერებას. ხო, არ მიჩვენებს. გადავიდეთ აქ. ხო, აქაც არ მიჩვენებს. ეს უბრალოდ დოკუმენტაცია string-ის რა აქრეები ხდება. აქ არ შევხვდით, თორე გულწაგივად ჯერ ამისთვის მზად არ ხართ, რა თქმა უნდა. ხო, ანუ აქ არ აჩვენებს, მაგრამ ზოგადად string-ი რომ გავიაროთ რა. string-ში არის სიმბოლთა
ხო? სიმბოლოების რაოდენობა, სიმბოლოების ერთობლივება რა. ერი, h-ი, ერი, რაღაც, ეგეთ რაღაცები, ხო? თვითონ ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ რამდენ ასოს დავწერთ. და მოდი ახლა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, თუ კი მსურს მხოლოდ ერთი სიმბოლო მოვათავსო. მხოლოდ ერთი. ეს. და მე მსურს რომ ანუ როგორი რაღაცა მსურს იცი რომ რაღაცა მეორე სიმბოლო ფიზიკურად შეუძლებლად უნდა მიმაჩნდეს რომ ჩავწერო. მე მხოლოდ მინდა რომ ერთი სიმბოლო შევინახო. ამისთვის არსებობს ცალკე მომაცდა ტიპი და ეს არის chari. Chari represents a character as a UTF-16 code unit. Chari წარმოადგენს characters. ერთი პატარა სიმბოლო. როგორ უნდა ჩავწერო ეს სიმბოლო? პროსტა სიმბოლო დავარქოთ რა. ეს რა არის? სიმბოლო. უდრის ერთმაგ ბჭყალი და რავი A-ია ვიღოთ, თუნდაც B-ია ვიღოთ, C-ია ვიღოთ. ერთი რა დავწერო? ეგეთ შეიძლება, რატომაც არა, როგორც სიმბოლო ისე აღიქოს. K, I, მაგრამ ეხლა მე რომ მეორე მივწერო, უკვე ერორია. ანუ chari არის მონაცემთა ტიპი, რომელიც ინახავს მხოლოდ ერთ სიმბოლოს. ერთს. ორი აღარ უკვე. ორი თუ გინდა, ამ შემთხვევაში string-ში უნდა შეინახო. ერთი თუ გინდა, ამ შემთხვევაში char-ში. ამიტომაც ეგეთ სიტუაცია რადგანაც არის თუ კი მე მსურს რომ ერთი ის შევინახო, სიმბოლო ამ შემთხვევაში char-ს გამოვიყენებ, თუ კი ბევრი, ამ შემთხვევაში strings. და აი ბჭყალებსაც რომ მიაქციოთ რა ყურადღება. string ტიპის მონაცემი ორ მაგ ბჭყალში იწერება, char ტიპის მონაცემი ერთ მაგ ბჭყალში. ეს რო გავერკვიოთ უბრალოდ. ამიტომაც არის რა. ამიტომაც სხვა პროგრამერების ენაში დავუშვათ. თუნდაც JavaScript-ში რო ავიღოთ, char-ი არ არსებობს იქ. ანუ შენ როცა იქ ორ მაგ ბჭყალს წერ, გინდა ერთი ასო გეწეროს, გინდა ქვია, ორი. მნიშვნელობა არ აქვს რა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. და C#-ში მნიშვნელობა აქვს. ერთს გამოყოფ თუ ორს. ხო. ეგ არის, ანუ თუ კი გსურს რომ შევინახოთ ერთზე მეტი. ანუ მინდა რომ შევინახო რაღაცა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ერთზე მეტ სიმბოლოს, ამ შემთხვევაში ვიყენებ strings. თუ მინდა რომ მხოლოდ ერთ შევინახო, ამ შემთხვევაში ვიყენებ chars. string-ი, char-ი, string-ი, char-ი. და ასე შემდეგ. მაგალითად, აი string-ის კონკრეტული ასო რო ავიღო, აი ეს რო ავიღო, აი ეს char-ია, ერთი პატარა სიმბოლოა. მაგრამ გაერთიანებული ეს არის string-ი. ან თუ მიხვდებოდით, string-ი იდეაში რო ავიღოთ, არის char-ების ერთობლიობა. ანუ სიმბოლოების ერთობლიობა. ხო, ეს არის რა. და მე ამ char-ს ეს ძალიან საინტერესო რამ არის ეს char-ი. ასე ვთქვათ, აქვს კონკრეტულ სიმბოლოს თავისი დატვირთვა აქვს პროგრამირების ენაში რა. იმიტომ რომ მე რო აქ დავსერჩო ASCII table ყველა ასე ვთქვათ ყველა იმას characters გააჩნია თავისი რიცხვი პროგრამირებაში რა. აი მაგალითად რაღაცა K-ს ეს რიცხვი გააჩნია, ეს hex value, I-ს ეს რიცხვი, G-ს ეს რიცხვი, პატარასო სხვა, ნახე პატარასო სხვა ის გააჩნია. ამიტომაც სიმბოლოს როცა ვწერთ, მე შეგვიძლია რომ ეს სიმბოლო გადავაკონვერტიროთ მის ასე ვთქვათ hex value-ში რა, ანუ მის value-ში ასე ვთქვათ, hex-ში. ანუ ეს არის როცა int ტიპთან არის კავშირში, ანუ სიმბოლოს დაკავშირება რიცხვთან. იმიტომ რომ კონკრეტულ სიმბოლოს თავისი რიცხვი გააჩნია. იმიტომ რომ აი წარმოვიდგინოთ რომ აი პროგრამირებაში ანუ ყველაფერი მაინც ითარგმნება ნოლებში და ერთებში. ნოლები და ერთები არის ის მანქანური კოდი, რომელსაც კითხულობს ჩვენი კომპიუტერი. ნოლებში და ერთებში რადგანაც ითარგმნება, ჩვენ რაღაცა სიმბოლოს, რაღაცა ტექსტებს რო ვწერთ, ესეც ნოლებში და ერთებში ითარგმნება და როცა წერ მაგალითად G-ს, ეს G არის 47 და ეს 47 მე უნდა წაიკითხოს ნოლებში და ერთებში. ხვდებით პროგრამამ. ამიტომაც
თითოეული სიმბოლო, თითოეული ტექსტი, რაღაცა ეს ყველაფერი მაინც ბოლოში რიცხვებში კონვერტირდება და ეს რიცხვები მე ნოლებში და ერთებში პროგრამასთან უკეთ აქვს კონტაქტი რა, კავშირი. ამიტომაც ძალიან საინტერესოა ეს 100 table ზოგადად chart-თან მიმართებაში რა. ხო. ეს არის თეორიული ნაწილი ზოგადად მოცდა ტიპებზე და ერთი რამ აი ძალიან პატარა ასე ვთქვათ უბრალოდ ხელსაწყო ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თავშოთ string-ი ან ტექსტი რაღაც ჩვენ გვაქვს ამ ტექსტის სიგრძე და links ეს გამოიანგარიშით ჩვენ პირველ დავალებაშიც გვეწერა ეგ და მინდოდა მოგეძებნათ ეგ რა ეს links-ი გაჩნია strings ან ტექსტურ ნაწილს რა მაგალითად int-ს არ გააჩნია ეგ თავშოთ რაღაცა რიცხვი რომ მიწერია console write line num4.links ეს რამე არ არსებობს. ეს რამე არ არსებობს რა. რისკს არ გააჩნია ეს სიგრძე. ამას ნამდვილად მოგვიანებით გავარჩევთ რა ტიპს რა მეთოდები აქვს და ასე შემდეგ რა. ან დღევანდელი ლექცია მინდოდა რომ ყოფილიყო სულთა თეორიულად რომ უბრალოდ თვითონ დაგენახათ რა ხდება რა ინფორმაცია იწერება, რა ტიპში უნდა მოვათავსო და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამისტვის, რომ გაარკვიოს რამხელა მეხსიერების უბანი გამოყოს რა. ეს მერე დაკავშირებულია სისტრაფესთან. რაღაცა თამაშს როცა წერ შენ, ან თუნდაც გრაფიკულად რაღაცა ვიდეო ის რო აიღო, თამაში რო აიღო რა, იქ სისტრაფეს მნიშვნელობა აქვს. საიტზე რაღაცა იმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაღაცა წარმოგიდგენია თქვენ რომ Facebook-ი მუშაობდა რაღაცა 5 წუთი უნდადეს ჩატვირთო, ხო? ხო წარმოუდგენელია ეგეთ რაღაცა ხდებოდეს. ამიტომ ყველაფერია დაკავშირებული სისტრაფესთან. რა მონაცემს ინახავ რომელ მონაცემ ტიპში. ხვდებით? აი მაგალითად მე რომ რაღაცა 55 ამ რიცხვის შენახვა მინდოდეს და შევინახო long-ში. როგორც წანა ვახსენე. long-ი ხო ეს არის? აი ეს 8 ბიტიანი 9 რაღაცა ტრილიონ რაღაცა რიცხვი ხო არც ვიცი რა რიცხვია. ამაში რომ შევინახო. ეს ხო აი წავიდეთ რამხელა მეხსიერების უბანი გამოიყოფა და იქ პაწაწინა რაღაც რიცხვს ანთავსებ ხო? ეს ხო ძალიან არა ის იქნება პროდუქტიული, კონტრპროდუქტიული იქნება საიტისთვის. ბევრი ესეთი რაღაცა და მე გაჭედო საიტი. და რატო გაჭედავს? იმიტომ რომ მეხსიერებაში ბევრი რაღაცა შეინახე. უბრალოდ მეხსიერება ტყუილა გამოყავი. რაღაცისთვის ხო? კაი, ეს მინდოდა რომ მეთქვა ზოგადად დღევანდელ თეორიულ ლექციაზე რა. და მინდა რომ დავალება აი თუ მოახერხებთ გააკეთეთ, იმიტომ მე მეთოდებზე დღეს არ მისაუბრია. და მინდა რომ აი რაღაცა თემებში თუ კი დასერჩავთ, ძალიან კარგი იქნება მეთოდები. აი დავუშვათ თუ კი რაღაცა ტექსტი დავალებას შეხედავთ რომ არის ტექსტი და ამ ტექსტის მეთოდზე გეკითხებიან რაღაცას, უბრალოდ რომ დასერჩოთ რა, string-ის მეთოდები, char-ის მეთოდები, int-ის მეთოდები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ვერ დასერჩოთ, ეგეც პრობლემა არ არის. ხუთშაბათს იყოს მეთოდების დღე, ასე ვთქვათ, თეორიული და პრაქტიკული გავრიოთ ერთმანეთში და კარგად დაინახავთ კონკრეტულ მონაცემთა ტიპზე რა მეთოდებია და რა როგორ გამოვიყენოთ რა. კაი. დღევანდელ ლექციაში თუ გაქვთ რამე კითხვა? ბულიანი მონაცემთა ტიპი თუ ანუ ხო, როგორ დამოვიწყდა? კიდევ კაი შენ გამახსენე. იმიტომ რომ აქ არ იყო აღნიშნული და მეთქი რა ხდება. იმიტომ რომ ხო, მოდი გავარჩიოთ ეგეც. ბულ ტიპი არის ძალიან მარტივი რაღაც. ჭეშმარიტება ან ცდარობა. მაგალითად 5 მეტია 4-ზე. 5 მეტია 4-ზე არის ბულ ტიპის მონაცემი. ან ჭეშმარიტება, ან ცდარობა. რა თქმა უნდა 5 მეტია 4-ზე, ანუ არის true. და მაგალითად 5 ნაკლებია 4-ზე რო ავიღო, ეს იქნება false. false. ამიტომაც ტიპები არსებობს 2. მაგალითად ბულ ტიპის მონაცემები არსებობს, ბულ, ესეთი ის ქვია.
bool. ანუ სხვა პროგრამების ენაში არის boolean ესე ტიპი ქვია, მაგრამ C#-ში თუ კი სურს რომ ტიპი დავწეროთ, ამ შემთხვევაში bool უნდა დავწერო რა. მაგალითად bool ტიპის მონაცემი დავწეროთ, მაგალითად a უდრის truth. ჭეშმარიტება და მორჩა. ჭეშმარიტება. bool b უდრის false. ანუ bool ტიპში მხოლოდ ინახება ან true, ან false. მაგალითად მე რომ დავწერო აქვს 5 მეტია 4-ზე ეს ჩვენი პროგრამა გვიწერს truth. ჭეშმარიტება. აქ დიდი ასეთი რა TSO მაგას ყოდება არ მიაქცევთ. იდეაში ეგრე გვიწერს რა. მაგრამ 5 ნაკლებია 4-ზე რომ დავწერო, ამ შემთხვევაში ავიმიგდებს false. ესე, false. სტარობა. და მაგალითად 5 უდრის 4, ანუ ერთმანეთის ტოლი არის თუ არა, ეგრე რომ დავწერო, ამ შემთხვევაში false. აი ესე. ამიტომაც bool ტიპის მონაცემი გვიბრუნდება bool ტიპში შეგვიძლია შევინახოთ ან ჭეშმარიტება, ან სტარობა. სულ ეგ არის. ამაზეც რა თქმა უნდა მეთოდები არის bool-ზე. მაგასაც რა თქმა უნდა ავხსნი ასევე ოპერატორებსაც, იმიტომ რომ ეხლა მე აქ ორი უდრისი გამოვიყენე და მაგალითად ჩვენ მათემატიკაში ვიცით ხოლმე რაღაც უდრისი, ხო? უბრალოდ რაღაც უდრისი. სიამოვნებაში ამ უდრისებსაც თავისი დატვირთვა აქვს რა. მაგალითად ერთი უდრისი მე წინაზეც ავხსენე მე მგონი. ერთი უდრისი გამოხატავს მინიჭებას, როცა მინდა რომ მივანიჭო მე. მაგალითად A ტიპის ცვლადი შოქმედი bool ტიპის და მივანიჭე მას truth მნიშვნელობა. ეს არის მინიჭება. მაგრამ მე თუ მინდა რომ შევადარო ერთი მონაცემი მეორეს, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენო ორი უდრისი. აი ეს. არ უდრის ნიშნავს ამას. აი ესე, არ უდრის. ეხლა აქ რატო გვჭირდება, აქ რატო არ გვჭირდება ორი უდრისი? ეს არის შედარება, ეს არის, ანუ ორი შედარება უბრალოდ ეს უდრის ნიშნავს და ეს არ უდრის. რო შეადარო რა. ერთი უდრისი როცა წერია, ანუ აქ რო ერთი უდრისი დამეწერა. ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ აი ეს უკვე დაკავებულია, ანუ მინიჭების ოპერატორს აქვს დაკავებული ეს ერთი უდრისი რა და შედარებას ორი უდრისი აქვს და აქ რადგანაც არ უდრის მიწერია, ამის მაგივრად ესე რო არ დაეწერათ, პირდაპირ ეს დაწერეს. ესე შეთანხმდა, იმიტომ რომ აი ძაღლისშენი და უდრისი ხო შოუბრად შეგვიძლია ვერ გამოიყენო. ერთი ამ შემთხვევაში ვერ გამოიყენებდი რა ამას. და მეტობა, ნაკლებობა, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული რა bool-თან. ჭეშმარიტებასთან და მცდარობასთან. გასაგები იყო ეს? იგი. ხო. ჭეშმარიტება მცდარობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა ეს bool ტიპი. ძალიან მნიშვნელოვანია. bool ტიპზე დგას თითქმის ყველაფერი. თუ რაღაცა ესე აი მაგალითად აი Facebook-ში რო ავიღო რა, რაღაცა ჩაწერეთ თქვენი სახელი, პაროლი, მე უნდა შეამოწმოთ, ხო? თუ კი შენი სახელი ემთხვევა ბაზაში არსებულ სახელს, ეს ხო ან true არიან false. ჭეშმარიტება მცდარობა, ხო? მაშინ ეს თუ კი ჭეშმარიტია, მაშინ ეს გააკეთე, თუ მცდარია, მაშინ ამოუგდე error-ი. ეგეთ რაღაცა. ამიტომ bool ტიპზე დგას ყველაფერი თითქმის. bool-ი რო არა, რა ვიცი, აფი არ გუშველებოდა. და ამ bool-ზე დგას მე ყველაფერი. თუ ეს, მაშინ ეს. თუ არა და მაშინ ეს. ეგეთ რაღაცები პროგრამირებაში რა. მაგასაც მე ნენელა გავარჩევთ. აბა რამე კითხვა ხო არ გაქვთ? კაი. თუ კი კითხვები არ გაქვთ? ყველა ტიპზე უკვე ვისაუბრე. დეტალურად. ერთ-ერთი ეს გავუშვათ. არ ვიცი, განახეთ თუ არა. ხო, 4. სიგრძე დათვალა 4. ნიშნავს იმას, რომ 4 სიმბოლისგან შედგება. თუ კი კითხვა არაფერი არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობით მეგობრებო. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს თეორიული ლექცია და შევხვდებით ხუთშაბათს პრაქტიკულ ნაწილზე, სადაც ასევე გავარჩევთ მეთოდებზე, რაღაც კონკრეტულად თეორიულად ვისაუბრებ და რაღაც დავალებებს გავაკეთებ, რომელიც იმ თეორიულ საკითხს ეხმიანება.
ამიტომაც დაელოდეთ ხუთშაბათის ლექციას, შეგიძლიათ რაღაცების დასერჩოთ თქვენთვის, აუცილებლად, ანუ მინდა რომ რაღაც დამოუკიდებელი იყოთ რა, თან და რაღაცები თქვენსაც დასერჩოთ. და რა ვიცი, მაშინ დავასრულოთ დღევანდელი ლექცია და წარმატებებს გისურვებთ, ალბათ დროებით. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.